გამარჯობა, დღეს გადავწყვიტეთ ვისაუბროთ მოძრაობის წესებზე და მძღოლებთან დაკავშირებულ გავრცელებულ სტერეოტიპებზე. ჩვენ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ მოძრაობის წესების მასწავლებელი ნიკოლოზ აბრამიშვილი, რომელიც უკვე მრავალი წელია ასობით ადამიანს ეხმარება, რომ მათ აიღონ მართვის მოწმობები და როგორც პროფესიონალს შეუძლია გაგვიზიაროს თავისი ცოდნა იმ გავრცელებულ ფრაზებთან დაკავშირებით, რაც მოვამზადეთ. ძალიან საინტერესო რამდენიმე თემა შევარჩიეთ. ნიკოლოზი ამოიღებს აი ამ ქილიდან თითოეულ ფრაზას და მის შესახებ მსჯელობას გავშლით. რა არის სინამდვილეში, რა წარმოადგენს მითს, რა არის რეალობა, აი ამის შესახებ ვილაპარაკებთ. მოგესალმებით ნიკოლოზ, იმედი მაქვს, მოგესალმებით. საუბარი გამოგვივა. კეთილი. კი ბატონო, მოდი პირდაპირ დავიწყოთ. შეგიძლიათ ამოიღოთ და მოვიკლოთ სიამოვნება. ღვედი რად მინდა, აქ არ დამაჯარიმებენ. აჰა, ღვედი რად მინდა, აქ არ დამაჯარიმებენ. საინტერესო თემაა ღვედთან დაკავშირებით. მეც არაერთხელ გამიგია რა, ეს სულ დავდივარ ავტოსტოპით, სულ მოძრაობ ხოლმე და არის რაღაცა მონაკვეთები, სადაც მძღოლები მეუბნებიან, რომ აი აქ არ გინდა, ან ზოგადად არ გინდა მეუბნებიან. კი ბატონო. ხან თავის განაცნობ გარემოში. თუ არ ვიცი, აი რაღაც მოკლედ ამ ღვედთან დაკავშირებით ჯერ საზოგადოება მგონია რომ ვერ ჩამოყალიბდეს, სამდროში რისთვის არის საჭირო რა. ძირითადად დაჯარიმებასთან არის ხოლმე დაკავშირებული და როგორ მოვიქცეთ, ესეთი საჭიროა ღვედი? სატრანსპორტო საშუალება, როდესაც არის შექმნილი კონსტრუქციულად, ასეთ შემთხვევაში მას მოყვება კონსტრუქციულად, ესე იგი უსაფრთხოების ღვედი. არის გარკვეული სატრანსპორტო საშუალებები, უმეტესწილად ძველი წარმოების, რომელსაც კონსტრუქციულად არ აქვს უსაფრთხოების ღვედი. და ამ შემთხვევაში მას არ ჭირდება, ესე იგი. ქარხანა დამზადება რა კი გადაწყვიტა და ჩათვალა ასეთ შემთხვევაში, რომ უსაფრთხო იყოს მოძრაობა და უსაფრთხოების ღვედი აქვს, რა თქმა უნდა. საქმე იმაში, რომ ჩვენთან ტრანსპორტი უფრო ადრე შემოვიდა, რომელსაც არ ქონდა კონსტრუქციულად უსაფრთხოების ღვედები. და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა ის აზრი, რა კი გვიან არის შემოტანილი და გამოცდილება ჩვენ ადრე გვაქვს ტრანსპორტთან კონტაქტის, ჩვენ ასე ვთქვათ, არ ვცემთ იმ და ვერ ვაცნობიერებთ და არ ვცემთ პატივს ამ სიტუაციასთან მდგომარეობას. და ვთვლით, რომ ის ასე ვთქვათ, ვერ უზრუნველყოფს დაუშვათ უსაფრთხოებას ამ შემთხვევაში. უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს ესე არ არის მაგალითად, რომ არ გავიგოთ, რომ რაღაც მომენტში არ გვიშველა. ელემენტარული არის ის, რომ შეიძლება არ მოძრაობდეთ მაღალი სიჩქარით, შეიძლება ჩვენ არ დაგვაზიანოს, მაგრამ ახალი წარმოების ტრანსპორტს აქვს, ესე იგი, დაცვისათვის სპეციალური ბალიშები. აირბალიშები. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ისიხსნება და პლასმას ისვრის, არის ხოლმე, რომ წინ სავის გადაწევის შემთხვევაში აღარ რჩება ადგილი, ის პლასმასი მოიცილოს, ესე იგი, იმ აირბალიშმა და სახეს უზიანებს ხოლმე მძღოლს მაგალითად ამ გზავრს ეს პლასმასი ასეთ დროს. ანუ ინტერიერის დეტალი, როდესაც ხდება სახეში. უსაფრთხოების ღვედი უზრუნველყოფს, რომ ესე იგი პიროვნება იყოს იმ პოზიციაში, რომელსაც ზის, წინ გადახის საშუალებას არ აძლევს ასეთ დროს, ინტერეს დეტალებზე შეჯახების საშუალებას აძლევს და უსაფრთხოებას რა თქმა უნდა იცავს. არის კიდე გავრცელებული ესეთი სიტუაციები, მაგალითად ეს შეიძლება ითქვას გარკვეული ბავშვობიდან მიღებული ინფორმაცია ფილმებიდან, რომ მაგალითად რაღაც მომენტში ან ხანძარი რო უშტება, ან წყალში გადავარდნის შემთხვევაში, რომ ნაჩვენებია უსაფრთხოების ღვედს უცებ ვერ იხსნის დაბლობი პიროვნება. და რაღაც კომპლექსი აქვს პიროვნებას და უფრო თავისუფლად და მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც უსაფრთხოების ღვედი არ აქვს. ნუ დღევანდელი პირობიდან გამომდინარე კიდევ კონსტრუქციულად რა გია უსაფრთხოებას რა თქმა უნდა იცავს. სერიოზული შეჯახების შემთხვევაში, როდესაც არ არის ხოლმე ესე იგი გადარჩენის ალბათობა უსაფრთხოების ღვედის გარეშე, ალბათ 90% კი არა, შეიძლება ძალიან მეტიც, ესე იგი უსაფრთხოების ღვედი იცავს მას ამ მდგომარეობ ფატალური შედეგისაგან. აი ჩვენ გზებზე მოკლედ იქ სადაც მაგალითად ვიდეო კამერები არ არის. ადამიანები, მათ შორის სიჩქარესთან დაკავშირებითაც ძალიან არასწორად იქცევიან, არა თუ ღვედის გამოყენებასთან დაკავშირებით. ანუ ეს ჯარიმები არის უფრო ამკრძალავი მათთვის მექანიზმი, ვიდრე თავდაცვის სიამდვილეში აი ამ შესაძლებლობების გამოყენება უფრო რაღაცა ჯარიმა არ მივიღო ამასთან დაკავშირებით არის რა.
ანუ უსაფრთხოების ზღვებს მაგალითად ისე უსაფრთხოების ზღვებზე რო გავაგრძელოთ, ჩვენთან ხშირ შემთხვევაში იყენებენ იმისათვის, რომ არ დააჯარიმოს პატრულმა ვიდეო თვალმა არ აღიქვას, ესე იგი მომენტში და ითვალისწინებენ კიდევაც და დათვლილი აქვთ, ესე იგი ხშირად ვინც მოძრაობენ გზაზე, ზეპირად იციან სად რომელი ვიდეო თვალია და შესაბამისად გავლიან ასე დროს გასცემის შემთხვევაში, როცა გაცდება შეიძლება იხსნის კიდევაც ასე დროს. სამწუხაროდ ეს თქვა ხასიათებს და გვაქვს. კი. კარგი, მოდი ამოვიღოთ შემდეგი ფრაზა და ვისაუბროთ. რა შეგვხვდა? ჩემ ქალაქში მოხოვის მაჩვენებელი რად მინდა. აჰა. მოხოვის მაჩვენებელი იგივე ავაროტნიკი, ხო? კი ბატონო, ჩვენთან ასე ვთქვათ, ტექნიკა შემოტანილია თავის დროზე რუსეთიდან და ამ შემთხვევაში ტერმინოლოგია ტრანსპორტს თავისი დეტალებისაც კი აქვს ჩვენთან გავრცელებული რუსულ ენაზე. არის მაგალითად ისეთი დეტალები მაგალითად, რომელიც არც კი არის ხომ ენათარგმნის შემთხვევაში ახლა ცდილობენ და როდესაც ტექნიკა შემოვიდა 60-იან წლებში იყო გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეული ქართული შესატყვისი სიტყვები გამოეყენებინათ მაგალითად. და ზოგმა იმუშავა, ზოგმა არ იმუშავა. რომელიც არ მიიღო საზოგადოება იმ ტერმინებმა მაგალითად არ იმუშავეს ასე დროს. და მოხოვის მაჩვენებელი არის ესე იგი ქართულად წარმოთქმული სიტყვა, რასაც სინამდვილეში პავროდნიკი რუსულ ენაზე ქვია. მოხოვის მაჩვენებელი გამოიყენება იმისათვის, რომ გავაფრთხილოთ ესე იგი ჩვენს გარშემო მძღოლები, თუ ჩვენ რა მანევრირებას ვიყენებთ, რა მანევრირება გვაქვს გადაწყვეტილი. მოხოვის მაჩვენებელი ირთვება ესე იგი ნებისმიერი მანევრირებისას. ეს გულისხმობს რას? გაჩერებას ვაპირებთ, ადგილიდან დაძრას ვაპირებთ, მოხვევას ვაპირებთ ტრანსპორტისას, მარჯვნივ თუ მარცხნივ თუ მოგონებას ვაპირებთ ამ შემთხვევაში და ასე დროს არის სიტუაცია გასრების დროს ასევე, რა თქმა უნდა, და როდესაც უსწრებს, როდესაც ბრუნდებით ესე ადრე და კალბძოლში ამ შემთხვევაშიც თავის წესები აქვს მას და ჩვენთან ხშირად ესე იგი ამას არ იყენებენ. და არის ესეთ სიტუაცია, როდესაც თავის ქალაქში, თავის სოფელში პიროვნება მოძრაობს, ის თვლის უკვე მაგალითად, რომ ის არის სახლში, ასე ვთქვათ. ანუ ჩვენი საცხოვრებელი, ასე ვთქვათ, მდებარეობიდან, რა ვთქვათ, პიროვნება რომ მოდის, კახეთში უკვე რო შემოვა, თვლის, რომ ის უკვე არის სახლში და აღარ თვლის საჭიროდ მოხოვის მაჩვენებელი რომ გამოიყენოს. ეგ არა მეცაც გეტყვით, რომ როდესაც პიროვნება არის შორს წასული თავისი საცხოვრებელი ადგილიდან, ხო, ასეთ შემთხვევაში ის ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას იჩენს უცხო მხარეს, უფრო მეტი ესე იგი სერიოზულობით ეკიდება ყველაფერს და შემთხვევებიც ნაკლებია. ხშირ შემთხვევაში სტატისტიკურადაც მოცემულია, რომ სატრანსპორტო საშუალებისა შემთხვევები ხდება, როდესაც უკვე ის უახლოვდება სახლს და ეშვება და მშვიდდება რაღაც მომენტში, ესე იგი ყურადღება ფენდება და არის ხომ ესაც შემთხვევებიც. და ზუსტად აქ ამ მომენტშია რომ მოხოვის მაჩვენებელს არ ვიყენებთ ასე დროს. ნუ თვლით რომ ესე იგი მოხოვის მაჩვენებელი ეს აუცილებელი არ არის ყოველთვის ყველგან და მithumedes იმ შინაარდებს. არ და მოხოვის მაჩვენებელი. ავტოგასამარცხებელი იქნება, საცხოვრებელი ზონა იქნება, ანუ კორპუსებს შორის ეზოებს გულისხმობთ თუ გზაზე მოძრაობთ, აუცილებელია ყველგან და ყოველთვის ჩავდათ. საქმე იმაშია, რომ სატრანსპორტო საშუალებას უკუსლის ესე უკანამხრისთვის ჩვენებისათვის ჩვენ რო გამოსავალთ არის სარკეები, ხო? და ასე დროს სარკეებს აქვს უხილავი უბნები. და უხილავი უბნებს გულისხმობთ რას? როდესაც მაგალითად არ ჩანს სალონის სარკეში უკან ესე იგი ტრანსპორტი და ჯერ არ გასულა რომ მარცხენა მხარეს სარკეში გამოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში ვიყურებით მარცხენა მხარეს სარკეში, შუაში არ არის, თუ მithumedes მძღოლი არ არის ესეთ ყურადღებიან რომ ხშირად არ იყურება სარკეში, ხო? ამ უხილავ უბანში შეიძლება იყოს ტრანსპორტი, როცა ჩვენ ვაპირებთ მაგალითად გასწრებას. ჩავთე მოხოვის მაჩვენებელი და ვიწყებ და ამ დროს ჩამეარა ვიღაცა.
ან არ ჩავრთე და გავედი ასე დრო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება. ადგილიდან დაძვრის მომენტში მაგალითად არის სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული სავალი ნაწილის ნაპირზე და ის პირდაპირ იწყებს მოძრაობას. სატრანსპორტო შემთხვევის ალბათობა ბევრად მაღალია. თუ მაგალითად ჩვენ თავის დროზე ვრთავთ მოხუვის მაჩვენებელს და ჩვენ ვერ ვამჩნევთ, გვამჩნევს სხვა, ხო? ისიც ცდილობს უსაფრთხოება დაიცავ და მოხუვის მაჩვენებელი ეს არის სერიოზული უსაფრთხოებისთვის საჭირო, ესე იგი და უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. შვენიერი. და შენ დაკვირვებით ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის მოხუვის მაჩვენებლის არ გამოყენება? ამ პრობლემებზე ჩვენ რო ვისაუბროთ, ალბათ საკმაოდ ბევრ დროს წაგვართმევს, არ გვეყოფა ერთი დღეც რო ვთქვა კი არა უფრო მეტიც და ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის მოხუვის მაჩვენებელი ახლაც არ ვიყენებთ. აი კიდე რა არის ეგეთი? აი მაგალითად არიან ესეთი კარგი მძღოლები, რომლებსაც მაგალითად რო გითხოთ შეუძლიათ სხვას გაეჯიბრონ კიდევაც. და გზაზე რო გადიან ისინი მართლაც კარგად შეიძლება მოძრაობენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც უფრო ჩვენთან ესეთი სიტუაცია, რომ კანონის დაცვას და კანონი რა კი არსებობს, წესი რა კი არსებობს, ხო? ამ წესის უგულებელყოფა შეგვიძლია ადვილად. და ის შეიძლება ძალიან მშვენივრად მოძრაობს ტრანსპორტზე, ართმევს რაღაც დაბრკოლებებს თავს და ამ დროს ის უფრო არ აყენებს მოხუვის მაჩვენებელს. არის ეს მომენტი. არ და სინამდვილეში კიდევ რა არის მომენტები, როდესაც ეს სერიოზული საფრთხე შემცველია. აი კიდე შენ დაკვირვებით ყველაზე მეტად რა წესს არღვევენ ხოლმე თამამად მძღოლები? თუ გულისხმობთ მაგალითად, რომ ეს არის გაუცნობიერებლად, არის ერთი სერიოზული ესეთი საშიშროება, მაგალითად დამწყები მძღოლებისათვის. მარცხნივ, ესე იგი, ეზოში შესვლისათვის არ გულისხმობს საჯვარედინს, ასე დროს, ან მობურნება რო გვინდა ტრანსპორტის, არის წესი, რომ ჩავთო მოხუვის მაჩვენებელი მარცხენა მხარეს, მივიწვიო საპირისპირო ტრანსპორტის, ესე იგი, კიდესთან და შემდეგ გამოვატარო საპირისპირო ტრანსპორტი და მერე განვახორციელო მანევრი. და ასე დროს, როცა ვთავთ მოხუვის მაჩვენებელს, ჩვენს უკან მოძრავი ტრანსპორტის მძღოლები, ესე იგი, აგვივლიან მარჯვენა მხრიდან. გამოუცდელი მძღოლი და დამწყები მძღოლი ვაკეთებს ესეთ რამეს. ჩართა მოხუვის მაჩვენებელი მარცხენა მხარეს და იყურება სარკეში. და ასე დროს ხედავს, რომ ის უკან არის ტრანსპორტი და ფიქრობს გზა დაუთმოს და ეგრევე გადადის. მარცხენა მხარეს თავს მოხუვის მაჩვენებელს გადადის მარჯვენა მხარეს. სერიოზული სატრანსპორტო შემთხვევა არის ასე დროს. ახლა საქმე იმაშია, რომ მარჯვენა მხრიდან გასრება საერთოდ აკრძალულია, მარჯვენა მხრიდან გვერდისავლის უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ჩვენს მოძრავ ტრანსპორტს ჩართული აქვს მოხუვის მაჩვენებელი, დაწყილი აქვს მანევრი. ასეთ დროს, მაგრამ მძღოლი, რომელიც ესე იგი ხანგრძლივად მოძრაობს, არის პროფესიონალი, რა კი ჩართა მის წინ მოხუვის მაჩვენებელი, მან იცის, რომ ის უნდა წავიდეს მარცხნივ და ის აღარ ელოდება მანევრის დაწყებას და არის ხომ ესე იგი ადამიანური ფაქტორია, იწევს მარჯვენა მხრიდან გავლას. და სატრანსპორტო შემთხვევა ასე დროს ხშირად ხდება იმ პიროვნებასთან, რომელიც არის პროფესიონალი მძღოლი და თავისთავად გარკვეული წილი დანაშაულის, ესე იგი, ტვირთი მასაც იკისრება აქედან გამომდინარე, რა კი არ დაელოდა მანევრების დაწყებას. მოკლედ ვართ თუ არა ჩვენს სოფელში, ქალაქში, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გავიყენოთ და დავუცოთ წესები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ ადგილას, როცა საუბარია გზაზე ყოფნასთან. დიახ. დაკავშირებით. კარგით, მოდი ამოვიღოთ კიდევ ერთი ფრაზა, საინტერესო მოსაზრებები გველოდება და ვისაუბროთ. გამოცდილი მძღოლის აზრით ნასვამი უკეთ მართავს ვიდრე გუშინდელი ღლაპი. ხო, აბა ეს რა შემთხვევაშია საუბარი ამ შემთხვევაში? ესე იგი, მოძო დავიწყოთ ცოტა ადრე, რომ გარკვეული სტერეოტიპები არის გარკვეულ ეპოქასთან დროსთან დაკავშირებით, მაგალითად ესე ვიტყოდი რა. თუნდაც ესე იგი, თავიდან პირველად ტრანსპორტი როდესაც შემოვიდა და იყო ასევე საჭაპანე ტრანსპორტი, ხო? როდესაც ეტლით მოძრაობდა ხალხი. გზაჯვარედინებზე მაგალითად გავლის შემთხვევაში ფიქრობდნენ, რომ არ დამთხარიყო პირუტყვი, ასე დროს
მათ ავტომობილით უნდა ემოძრავათ სწრაფად, რათა გარიდებოდნენ იმ ტერიტორიაზე. და რომ ნახავ რა მას შედეგი არ გამოიღო, შეიცვალა ეს სიტუაცია და რა თქმა უნდა, წესის მიხედვით უნდა დაუთმოს გზა, ვისაც ეკუთვნის ხო მოძრაობის წესების მიხედვით. გარკვეული წესები არსებობს გზაჯვარედინის გავლის. და 80-იან წლებში, მაგალითად 70 წლების შუა პერიოდიდან, ასე ვთქვათ, გავრცელებული აზრი არსებობდა, იმიტომ ესეთი, რომ პროფესიონალური მძღოლი, ხანგრძლივი სტაჟით, რომელიც იყო მძღოლი, ნასვამი უფრო კარგად მართავს, ესე იგი, ტრანსპორტს და უფრო უსაფრთხოა მისი მოძრაობა, რაგი მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება, რაგი კონტაქტი ამდეხარ ქონდა ტრანსპორტზე, ვიდრე დილეტანტი და დამწყები მძღოლი. Ну, შეიძლება გარკვეულწილად ამაში რაღაცა იყო ის, რომ დამწყები მძღოლს აქვს გარკვეული პერიოდი გასავლელი, რომ ჩამოყალიბდეს იგი მძღოლად. სინამდვილეში არ არის მარტივი თემა, ფიზიკას არ ექვემდებარება ავტომობილით მოძრაობა, სიმართლე რა ვთქვათ. 2 წელი ჭირდება პიროვნებას, რომ უნარჩვევები ჩამოუყალიბდეს. და აქედან გამომდინარე, მაგრამ ეს იმას საფუძველს არ გვაძლევს, რომ ნასვამი მძღოლი, ესე იგი, უსაფრთხო იყოს საჭესთან. ყველა ვარიანტში რეაქცია შენელებულია, ამ შემთხვევაში უფრო გაბედულია პიროვნება და ასევე რეალურად სიტუაციებს ვერ აღიქობს, რა თქმა უნდა. სიჩქარის ესე იგი, ასე ვთქვათ, გათვლა არის, სამხურჭე მანძილის გათვლა არის, გაბარიტების მანევრებისათვის ეს ყველაფერი და თუ მაგალითად რაიმე საფრთხე შეიქმნა, მას რეაქცია რა კი შენელებული აქვს და თუ ვერ გაიაზრებს, ესე იგი რეაქციაც იქნება ნაკლები ასე დროს და საფრთხე შემცველი ყველა ვარიანტში. ანუ ნასვამი მძღოლი სინამდვილეში ჩავთვალოთ, რომ არის მკვლელი გზაზე. საჭესთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ დაждდეს პიროვნება ნასვამი. ხო, და შესაძლოა ახალბედა და გამოუცდელ მძღოლზე უარესი შედეგებიც კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, როდესაც პიროვნება, ესე იგი, თავისზე თუნდაც სპორტსმენი რო ავიღოთ, ხო, ნებისმიერ სახეობაში მჭიდაობა იქნება თუ ბოქსი იქნება და შემდეგ, როდესაც თulis მოწინააღმდეგეს ძლიერს, ხო, ის ფრთხილობს და მთელი ყურადღებით, ესე იგი, არის გასული რინგზე და ის შედეგსაც აღწევს ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის მთელი ძალით არის მობილიზებული და ყველაფერს აქცევს ყურადღებას წვრილმანებსაც. როდესაც ესე იგი, ასე თქვა, თავის თავში დარწმუნებულია პიროვნება და ასე დროს დაუდევრად ექცევა ესე იგი სიტუაციას, ხო? იმას მხედველობის მიღება რჩება ხოლმე რაღაცა მომენტები და საფრთხის შემცველი, რა თქმა უნდა, ყოველთვის. და ხანდახან ხდება, რომ მძღოლი ამ სასმის რაოდენობასაც ვერ აკონტროლებს და რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაში და ამიტომაც დამწყები მძღოლი არ არის ისეთი საფრთხის შემცველი, იმიტომ ის არის უფრო მობილიზებული და ესე იგი უფრო მეტად ყურადღებით იქცევა ასე დროს გზაზე. და მით უმეტეს დღევანდელ პირობებში ჩვენი საგამოცდო სისტემა არის ესე იგი მოწესრიგებული იმ დონეზე, რომ უსაფრთხო მძღოლის გამოშვებას უზრუნველყოფს. რაც პრაქტიკა გავიდა ქალაქში მით უმეტეს. ესე ვერ ითქმება, რომ მაგალითად არ არის უსაფრთხო მათი მოძრაობა. პირიქით, ძალიან კარგად ერკვევიან და წინა პერიოდთან შედარებით, როგორც ხდებოდა უფრო მარტივად მართლმოწმობის აღება, მე არ მინდა შევარცხოს არავის არ ვაყენებ, ამ შემთხვევაში დღეს ნამდვილად საამაყოა ის, რომ ამ დონეზეა დღეს ეს საგამოცდო სისტემა მოწესრიგებული. მძღოლი რომელიც გამოდის გზაზე, მან ესე იგი ნამდვილად ის მოძრაობის წესები აქვს გაცნობიერებული, თეორიული, პრაქტიკული სწავლება აქვს მიღებული საფუძვლიანად. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან საინტერესო თემა დაგვრჩა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი არის მძღოლთან, მძღოლობასთან დაკავშირებით და მოდი ამოვიღოთ და ვისაუბროთ. ვიდა ეს ძველი ისინი აქ ჩაყარე. თუ ქალი, რა? თუ ქალი ცუდად მართავს, თუ ქალია ცუდად მართავს. ქალია ცუდად მართავს. ხშირად გაგვიგია. კი ბატონო. მამაკაცი მძღოლებისგან. კი ბატონო. თუ წესებს არღვევს მძღოლი, გამიგია რომ უთქვამთ ხოლმე უეჭველი ქალისის ახლა საჭესთან, სანამ თქვათ დაინახავენ ხოლმე. რაშია საქმე?
მართლაც სუდი მძღოლები არიან ქალები თუ ნამდვილად უბრალოდ გავრცელებული სტერეოტიპია და მამაკაცებმა მოიგონეს რაღაცები. რა თქმა უნდა, სტერეოტიპია, მაგ საკითხს შეიძლება ცოტა მეორნაირად შევხედოთ, მაგრამ რა გითქვენ, როგორც დასვით, დავიწყოთ აქედან, ესე იგი, თუ ქალია ცუდად მართავს. და არის ხომ გზაზე მოძრაობის პროცესში სიტუაცია, რომ ვიღაცამ, ესე იგი, მაგალითად შეაფერხა მოძრაობა, დავანებოთ იმ რაღაცა სერიოზულ სიძდომებს და დავუშვათ, შეაფერხა მოძრაობა ან რაღაც მომენტში რაღაცა დარღვევა შეამჩნია, მამაკაცები ხშირად დაუმობენ იმას, რომ ქალი იქნება ახლა ეს საჭესთან და იმიტომ მოხდა ეს დარღვევა. ეს გასაკვირიც არ არის, ჯერ მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არის ესეთ სიტუაცია, რომ მამაკაც რო უთხრათ თქვენ მაგალითად ხართ ცუდი მძღოლი, მას ფაქტიურად შეულახავთ ღირსებას, რომელიც ქალში ეს არ არის. ეს მომენტი ქალს არ აქვს, იმიტომ რომ ცუდი მძღოლი რო არის, ის არ ნიშნავს იმას, რომ ის არის ცუდი დედა, ის არის ცუდი დიასახლის, ის არის თავის საქმის ცუდი პროფესიონალი. აი, კაცისთვის ეს ასია. და სხვა განწყობა აქვს. ეს ერთი. და მით უმეტეს ახლა ადრე დაიწყეს ჩვენს პერიოდში მამაკაცებმა საჭესთან ესე იგი კონტაქტი ვიდრე ქალებმა. არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მაგალითად დღეს უფრო მეტი ქალი იწყებს სწავლას ესე იგი ავტომობილის მართვისას სიტუაციიდან გამომდინარე სამსახური აქვს მოძრაობა ჭირდება, გადაადგილება ჭირდება, ქალაქში კიდე შეიძლება მოახერხოს პიროვნებამ რომ იმოძრაოს, მაგრამ სოფელში რაიონში ეს არის რთული სერიოზული პრობლემასთან დაკავშირებული და ეს არის მოთხოვნა და არაფუფუნება ყოველდღიური ცხოვრების დღევანდელი წესიდან გამომდინარე რა და ამიტომ გზაზე სინამდვილეში დამწყები ახალი მძღოლი ყავს ბევრად მეტი ქალი. დიახ. და ამიტომაც არც არის ახალ მძღოლს შეიძლება კონდეს რაღაცა ესე იგი რეაქცია ისეთი რომელიც ფაქტურად გამოაჩენს რომ ის არის ახალი მძღოლი. მეტი არაფერი იქ არ ხდება. მე გეტყვით ერთ რამეს რომ სანამ ეს ასე ვთქვათ პრაქტიკაში გავიდოდა და ეს იქნებოდა შესამჩნევი ანუ გავრცობა პირველი წინა აზრიცა რომ ქალს საჭესთან რა უნდა იყო ეს მომენტი ხო პირველი ეს ითქვა და ასე დროს ესე იგი არის ესეთ სიტუაცია რომ ქალი საჭესთან რა უნდა იყოს ის ვერ შეძლებს ამას და შეიძლება დაამტკიცეს ეს ვერ შეძლებენ მე დაჟე მეცაც გეტყვით ისტორიულად მაგალითად როცა ჩვენთან ტექნიკა შემოვიდა და ასე ვთქვათ ტრაქტორი პირველად საომლო ომი იყო ჩვენთან მეორე მსოფლიო ომი და ასე დროს ესე იგი საშუალება სხვანაირად არ იყო და ქალებმა დაიწყეს თუნდაც ჩვენ ახლა საბჭოთა კავშირის ეპოქა ვართ ხო და ხშირი იყო მაგალითად ამ შემთხვევაში რომ ქალებმა დაიწყეს ტექნიკასთან კონტაქტი და როდესაც ისინი დაბრუნდნენ დაუშვათ მამაკაცები ბრძოლიდან და შეიცვალა სიტუაცია იყო ის რომ ქალებმა ასწავლეს ტექნიკასთან ესე იგი ურთიერთობა რა თქმა უნდა ხო და ასე რომ ქალი ვერ შეძლებს ესე არ არის ხო ესე არ არის კი მაგრამ რაღაცა მამაკაცების გარკვეულ ნაწილს თან ცოტა ამპარტამულადაც მოსდის ხოლმე ეს გარდა იმისა რომ ახალი მძღოლების უმრავლესობა ქალები არიან ანუ ცოტა ისეთია რა უპირატესობას მტკივნეულია მოდი ესე ვთქვათ რაღაც სიახლის ყოველთვის მიღება არის მტკივნეული ნელა-ნელა და ეტაპობრივად თან შეგვება როცა ხდება სხვა არის მაგრამ იმას რაც აქვს შინაგანად ღირებულებები წარმოდგენილი იმის ასე ვთქვათ ერთად დანგრევა არ ემეტება და ეწინააღმდეგება ამ სიტუაციას არის ეს ქალი მძღოლი უკვე რაღაც თავისუფალ დამოუკიდებელ ძლიერ ქალთან არის დაკავშირებული და იმ კულტურულ ნორმებში რაშიც ვთქვათ ჩვენ ვართ გაჭედილები დიდი ნაწილი ესე ვფიქრობ ადამიანებისა ვფიქრობ რომ ძალიან გენდერული სტერეოტიპი არის ეს რომ ქალი თუ არის აუცილებლად ცუდი მძღოლი უნდა იყოს და ეს მასკულინური დამოკიდებულება არის კაცების მხრიდან რომ ქალებს არ შეუძლიათ რომ კარგი მძღოლები იყვნენ ისე როგორც ბევრი რამ ქალებს არ შეუძლიათ ცოტა აქედანაც არის გამომდინარე ცოტა იქედანაც რაც თქვენ თქვით რომ რეალურად ბაზარზე მართლა ახალბედა მძღოლების უმრავლესობა დიდწილად უფრო ქალია
და ახალ ბედას მაინც ახასიათებს კი, რაღაც სანამ გამოცდილებას მიიღებს, ხანდახან წესები შემოერღვევა ხოლმე. ესეც არის. ალა ჩვენ ასე მეორე მხარია კიდე რომ მოდივართ აზიიდან, მოდივართ ხო გასაყარზე ვარ ევროპის და აზიის და აზიური აზროვნებაც ხელს გვიშლის გარკვეულ და სხვანაირი ესე ვთქვათ წესები და ადათები რომ არსებობს. ევროპის ქვეყნებში მაგალითად უფრო ბევრად ადრე ვიდრე ჩვენთან ეს შემოვიდოდა თუმცა 80-იან წლებს ეხლა საუბრობდი ტექნიკა რაც განვითარდა ესე იგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ხდებოდნენ ხშირად და დღესაც ხდებიან ესე იგი ქალები ტრამვაის მართვის ავტობუსების მართვის ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ესე იგი თუნდაც დაჟე კიდევ ცოტა ადრეც რა ვიყოთ ესე იგი ხდებოდა და არის ასე რომ თუ გადავხედავთ ესე იგი სიტუაციებს და ისტორიაში ხმარ ჩავიხედებით სერიოზული ასე ვთქვათ აქვთ წვლილი და დაამტკიცეს რომ ისინი არიან კარგი მძღოლები. უკვე დროსთან ერთად ყველაფერი ვფიქრობ შეიძლება უკეთესობისკენ და ქალი მძღოლებიც აღარ გაუკვირდებათ მამაკაცებს და ქალების10 დაამტკიცებენ წლის შემდეგ ხალხობა არ სჭირდება მაინდა-მაინც კარგი მძღოლობას უბრალოდ კარგი მძღოლი უნდა იყო და გამოცდილებაც მოიტეს ამას და ცოდნის შემდგომ უნდა დაჯდე ასევე საჭესთან ხო? კი ბატონო. არის რომ მამაკაციც ხშირ შემთხვევაში მოძრაობის წესებს კარგად არ იცნობს, მაგრამ გადაწყვეტს რომ დაჯდეს და მართოს ეს მანქანა და რაღაც ბედავს ამას და ქალები ნაკლებად ბედავენ ხოლმე ვფიქრობ ასეთ ამომად საჭესთან დაჯდომას ისინი კიდევ უფრო რაღაც აკადემიურად უდგებიან ამ საქმეს ჩემი დაკვირვებით რა ალბათ ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ რაღაცის თქმა გინდა და ხო ნუ რა კი ასე ვთქვათ ქალების მიმართ დადებითად საუბრობთ თლათ ხელი ვკრათ მამაკაცს ესე არ არის საქმე რაშია საქმე იმაშია რომ მაგალითად 10 წლის შემდეგ 15-20 წლის მერე ხო ამაზე საუბარიც კი არა უბრალოდ აზრი თუ არსებობდა ესე შეიძლება დაიკარგოს იმიტომ რომ რა კი დღეს არის ბევრი დამწყები მძღოლი ხო რამოდენიმე წლის შემდეგ თავისთავად 1-10 წლის შემდეგ ეს არ იქნება დაბალანსებულია რა სკოლაში მაგალითად რომ მოდის და კლასი იკვრება ასე ვთქვათ არის ესეთ სიტუაცია თუ არის 10 მოსწავლე შეიძლება 3 ან 2 იყოს მამაკაცი ქალია უმეტესობა დღეს და თავისთავად გზაზე გამოჩნდება უფრო მეტი ქალი დღეს ესე იგი დამწყები და დილეტანტი ცოტა ხანში არა ხო ჯერა რა იქნება ქალები თავიანთი საქმით იმას ნამდვილად დაამტკიცებენ რომ მნიშვნელობა არ აქვს ქალი ხარ თუ არა შენ შეგიძლია რომ გახდე კარგი მძღოლი კი ბატონო რა თქმა უნდა ჯერ ერთ ეხლა ჩვენ მოსაზრებას და ჩვენი პირადი ასე ვთქვათ შეხედულებებით გამოვდივარ და თუ უნარი არ ექნებოდა ქალს ასეთ შემთხვევაში ის საგამოსდო ნორმატივებს ვერც თეორიას და ვერც პრაქტიკაში ვერ ჩააბარებდა და რა თქმა უნდა არავით არის დათმობა რა კი ქალია მას არ აქვს მაგალითად ნაკლები თეორიული გამოცდის ბილეთი კონდეს ვიდრე მამაკაც მაგალითად ან ნაკლები მანევრები აქვს შესაძლებელი ნაკლები მარშრუტი აქვს უფრო ადვილი მარშრუტი აქვს შესაძლებელი რა ქალი ესე არ არის აი ზუსტად არის დაცული გენდერულ თუ სადმე გინდათ ნახოთ რომ გენდერულ თანასწორობა არის დაცული არის დიახ ამ სფეროში მოთხოვნილებები ნორმატივები არის გაზომული ერთნაირად რომელსაც ჩვენ ვერ დარტყმევენ ასე დროს კი ბატონო ხო გეთახმები რომ კი ნამდვილად ძალიან კარგად არტყმევენ და მანდ თანასწორობა გვაქვს მომნაწილში კი ბატონო კარგით, იმედი მაქვს რომ რაიმეთი საინტერესო იყო ეს გადაცემა, რაღაც ახალი გაიგეთ, ან ნაცნობი აზრები მოისმინეთ და მათზე პროფესიონალი ადამიანის მსჯელობა. ჩემს სავსეც უსურვებ, რომ მალე აიღოს მართვის მოწმობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქმის საერთოდ არ აინტერესებს, თითქმის არ აინტერესებს, უბრალოდ ძალიან მჭირდება და მართლა აღარ არის ახლა ეს ფუფუნების საგანი, უბრალოდ ძალიან საჭიროება არის და მეც ძალიან მჭირდება და იმედი მაქვს, რომ ოდესმე შევძლებ. კი ბატონო. რო ავიღო მართვის მოწმობა. უნდა აიღოთ აუცილებლად ეს გარკვეული უნარების, ესე იგი, გამოვლენა, როცა მართვის მოწმობას იღებთ, ეს აუცილებელია. ხო, ნამდვილად რაღაცის მაჩვენებელი არის რა. კი ბატონო, კი. რო ძლიერი ხარ, რო შეგიძლია, რო დამოუკიდებელი ხარ, რო თავისუფალი ხარ და ამ შეგრძნებებს კიდევ უფრო გაძლიერებს, როდესაც მანქანას შეიძენ ადამიანი და დაჯდები საჭესთან და საკუთარ ცხოვრებას და ყოველდღიურობას გაამარტივებ. დიახ, დღევანდელ პირობებში მაგალითად ხო, არ არის აუცილებელი ის, რომ სამსახურში დაგჭირდებათ მართვის მოწმობა და მოიწევთ მანქანით მოძრაობა. გარკვეული სამსახურები ზუსტად მაგიტო
ითხოვენ, მარცმოწობა აქვს თუ არა პიროვნებას, რომ განსაზღვრო მის პოტენციალი და შესაძლებლობები. პირველი საწყისი რაღაც არის ეს საფეხური. კარგი, დაგემშვიდობებით. შევეცდებით, რომ საინტერესო ადამიანები მოვიყვანოთ ხოლმე და ვიმსჯელოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე. აბა, ნახვამდის. მადლობა, კარგ გზანდებოდეთ.